სალამ ალეიკუმ. დიდი ხანია friend zone-ში ვიმყოფები ამ ადამიანთან. და წლებია უკვე და friend zone-ში ვინც არის ნამყოფი, იცით რა ვითარება. არ დავიწყებ ახლა friend zone-ის ახსნას რა არის ტერმინოლოგიაში. თქვენ თვითონ გაერკვიეთ მეტად. ამ შემთხვევაში ყველასთვის ნაცნობია გაბრაზება. სიბრაზე ახლავს friend zones. ერთ-ერთი. ფრუსტრაცია, სიბრაზე, რაღაც mixed emotions. ემოციების მიქსია. და მერე რას ნიშნავს friendship-ი, ხო? მეგობრული ზონა, მეგობრები ხართ. ზონაში ხარ. მეგობრულს, მეგობარი ხარ. როლი გაქვს მეგობრის, მორჩა. It's not about zone. ზონაზე არ არის აქ საუბარი. საუბრობთ ურთიერთობაზე. და მეგობარი ნიშნავს რას? ნიშნავს გულწრფელობას, ხო? ერთ-ერთს. Sharings. როცა ერთმანეთს უზიარებთ. სხვადასხვა შენ ცხოვრებას უზიარებ შენ მეგობარს, ხო? იმან იცის შენ როგორ ცხოვრობ. შენ იცი ის რას მეტნაკლებად, რას საქმიანობს. That comes ეს თვითონ კონტაქტს მოყვება. შესაბამისად გესმის იქიდან ისტორიები, რომანტიული ისტორიები, მისი ვიღაცასთან გამოუვიდა, ვიღაცასთან არ გამოუვიდა, მაგრამ ის ძებნაშია აშკარად, ხო? თანაც, სტატუსი ექნებოდა Facebook-ზე, it's complicated. Okay? Relationship status ექნებოდა, it's complicated. რთულია. ეს შეიძლება გადავთარგმნო. მაგრამ, ჩემთვის ეგ არ არის მნიშვნელობა, მისი ცხოვრებაა, ხო? მაგრამ მე ჩემ ცხოვრებასაც უზიარებ. შესაბამისად, გესმის, რომ ვიღაცა გაიცნო სოციალზე, გაცნობის საიტებზე, Tinder-ზე ან whatever. ვიღაცასთან დააწყო ურთიერთობა, რაღაცა პერიოდის მერე გადავიდა ერთად იცხოვრეს. და მერე ეს ხო არის კლასიკური, მერე შენთან მოდის მეგობართან და ეს ჰოლივუდური ფილმები. ერთი პერიოდი ჰოლივუდში ეს ტრენდი იყო. friend zone ტოპიკი. შესაბამისად friend zone-ის ზონა, friend zone-ის თემა. და გეუბნება ამას ყველაფერს შენთან აშეირებს. და შენც და მეც yeah, you poor thing. შესაწყალო. მაგრამ და შენ იქვე ხარ კიდე და შენ ფიქრობ მე ვარ ნეტა ჩემთან იყო მე ხო ესე არ მოგეპყრობოდი ხო მე კლასიკა მე ვარ I'm a good guy და აქ იხსნება ეს თემა კიდე bad boy good boy და ისინი არიან bad boy მაგრამ ის bad boy ჟიმაობს შეიძლება relationships ვერ ასტაბილურებს მაგრამ იმ bad boys relationship მაინც აქვს ხოლმე and now you wonder აი აქ უფიქრთები ამ თემას ხო გძელვადიანად ეხა bad boy-თან ვერ აწყობ ანუ რთული იქნება რა მაგრამ good guy good man's შანსაც არ აძლევ that's what I'm saying ამაზე ვსაუბრობ რა ამა ესეთი ფიქრები მაქვს რომ მე ვარ კარგი შენთვის როგორ ვერ ხვდები მაგას და აქ უკვე
რაღაც ეტაპზე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. შენ თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. დაკარგო ის, რაც ტკივნეულია, ამასთანავე თავისი ტკივნეულს ხანდახან მოყვება აგრეთვე ურთიერთობა ხო ტკბილია იმ ადამიანთან, რომელიც გიყვარს. ანუ ჭყალებში გიყვარს, არა, შეიძლება გიყვარს მართლა, მაგრამ როდემდე? ანუ you give რამოდენიმე შანსი უნდა მისცე ადამიანს, 1, 2, 3, როგორც ამბობენ, 1, yes, I dropped it, 1, 2, 3 and you are out. Out. სიტუაციიდან უნდა გამოხვიდე, აუტი. არაფერი სალაპარაკოც არ არის. ეხლა როგორ უნდა გამოხვიდე, ხო? ეგ უკვე კიდე თემაა ცალკე. როგორ გამოხვიდე, რომ ჯენტელმენურად რეშუაში. რაც მე მახსოვს ერთი რახან ფრენდზონზე ვსაუბრობთ, გამოსვლაზე ფრენდზონიდან და რაღაც ცვლილებების შეტანაზე ფრენდზონში. ესეთი რჩევა იყო, ესეთი მოსაზრებები აქვთ ამათ. ეს არის YouTube არხია, relationship coach-ები არიან რა, ანუ pick-up coach, როგორც გინდა ისე დაარქვე. იტალიელები, ორნი. და ფრენდზონზე ესეთი აზრი აქვთ. შეწყვიტო ურთიერთობა, ანუ იმას არ გეუბნებიან როგორ შეწყვიტო, არ ვიცი, აღარ მახსოვს დეტალები. ნუ როგორ უნდა შეწყვიტო, გახვიდე რა, ნელ-ნელა შეგიძლია გახვიდე. ნელ-ნელა გააციო ურთიერთობა ეს მეგობრული. არ უპასუხო ერთხელ იქ შენ საქმეებს მიხედო. ხო, არ იყო ყოველთვის ემოციურად თავისუფალი მისთვის. და შემდეგ სრულ გაქრობამდე და აიღო პაუზა. reinvent, ანუ განაახლო შენი თავი, რახან ესე გინდა ეს ადამიანი აშკარად რა არის ხო ფილოსოფია, რა აზრი დევს ხო მაგაში. რახან სხვებთან აწყობს ურთიერთობას და შენ ახლოს ხარ ყველაზე ემოციურად მასთან, მაგრამ რაღაცა არ მოსწონს. ანუ ის ლოიტვიან ქიმია. მეც მსმენია ეს. როგორც მამაკაც ვერ აღიქვაო. ანუ ჩემთვის რავი ესეთი რაღაცა მსმენია ჩემი ადრესატის ნათქვამი. მაგრამ აგრისი თქმა უნდა, რომ როგორც არმესექსუალურები. You're not sexy for me, yeah, whatever, I don't know. არ ვიცი ხა ზუსტად რა ხდება, მაგრამ reinventაცია, ანუ განახლება შენი თავის, ამის თქმა უნდათ, რომ რაღაც შეცვალო, ანუ გახვიდე მთლიანად 1 თვე, 3 თვე აიღო, არ ვიცი, წახვიდე სავარჯიშოდ, ივარჯიშო, hit a gym, იმეცადინო, განაახლო, რაღაცები განაახლო რა. და დაბრუნდე, მერე ნელ-ნელა ისე ურთიერთობაში განახლებულ სტატუსში, რაღაცები წაიკითხო, ისწავლო,
ხო? შექმნა აი ამ ურთიერთობის go to school რა და დაბრუნდე განახლებულად და ისევ სცადო try again that's what you can ეს შეგიძლია გააკეთო შეგიძლია ერთხელ ორჯერ გააკეთო ურთიერთობაში მაგრამ მე რაღაც მომენტში უკვე ამანაც თუ არ იმუშავა მე გადაწყვეტილებას იღებ ან სხვაგან ეძებ რაღაცას და თუ შეგიძლია ემოციურად ჩამოშორდე ამ ადამიანს დატოვა მეგობრობად ან ყველაზე ისეთი არის ერთიანად ჩამოჭრა ეს ურთიერთობა დაასრულო და გახვიდე სხვაგან გაიხედო that's what I'm saying ეს არის step by step-ი პროტოკოლი friend zone-თან მუშაობის რა friend zone-ში ყოფნის გამოსვლის და კონტაქტის friend zone-თან რა დარწმუნებული ვარ დაგეხმარებათ